მოგესალმებით მეგობრებო. ექსპრეს საჯარო გაშლა, მინდა შემოგთავაზოთ. თემით, რა მდგომარეობაში არის თქვენი ფინანსური არხი ახლა? მოდით ვნახოთ თქვენი ფინანსური არხის მუშაობა. რას გვიამბობს თქვენი ფინანსური არხი ახლა თქვენზე, თქვენი ფინანსური პოტენციალი რა მდგომარეობაშია? ვარიანტი პირველი, თქვენი ფინანსური არხი ახლა. ვარიანტი მეორე, თქვენი ფინანსური არხი ახლა. და ვარიანტი მესამე, თქვენი ფინანსური არხი ახლა. სამივე ვარიანტი ვფიქრობ კარგად ჩანს და დავიწყეთ. პირველი ვარიანტი ეს არის წითელი იასპი. მეორე ვარიანტი ეს არის ამეთვისტო. და მესამე ვარიანტი ეს არის ავანტიურინი. სანთელი უსვიოსეთ, არაუშვის. მესამე ვარიანტი არის ავანტიურინი. ახლა კარგად დააკვირდით სამივე ვარიანტს. ექსპრეს გაშლა ნიშნავს იმას, რომ თითო არკანით ვიმსჯელებთ და შევაფასებთ თქვენს ფინანსურ ენერგიას, საჭირო გახდება კიდევ თითო არკანით ენერგოინფორმაციულად დავიხმარ ტაროს არკანებს, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მოგცეთ, თუ არკანი არ მომცემს საჭირო დოზით ინფორმაციას, მე კი ვიწყებ ჩემო ძვირფასებო. იმედია ყველამ აირჩია თავისი ვარიანტი და ვარიანტი პირველი. ვარიანტი, ნახოთ რა მდგომარეობაში არის თქვენი ფინანსური არხი ახლა. 7-იანების პენტაკლები. 7-იანების პენტაკლები ეს არის მოსალოდნელი ძალიან კარგი პერსპექტივები, ჩემო ძვირფასებო. შეიძლება ახლა მე აქ არ ვსაუბრობდი რაღაც ძალიან დიდ ფინანსურ წარმატებაზე, მე არ ვსაუბრობდი ახლა ძალიან დიდ ფინანსურ გავარდნაზე, მოდი ასე ვთქვათ, არ გავარდება თქვენი ფინანსური არხი რაღაცა დიდი და გრანდიოზული უახლოეს პერიოდში ვგულისხმობ, ხო, უახლოეს პერიოდში დიდი მასშტაბით, მაგრამ მე აქ ვხედავ, რომ თქვენს ფინანსურ არხზე პირველ რიგში არ არის არანაირი ნეგატივი, ეს სამნიშნულოვანი არის, ამ ეტაპისთვის არ იკითხება არანაირი ნეგატივი, აქ არის უფრო მეტად ესეთი მოზომილი და სწორი ინვესტიცია, ხო? სწორი ნაბიჯები გადადგმული ფინანსური, სწორად აღებული ფინანსური რესურსი და ენერგია, რომელიც თქვენთვის ვთქვათ, არც ტოქსიკური არ არის და არც ნეგატიურად არ მოქმედებს, ხო, თქვენზე, იმიტომ რომ არსებობს კონკრეტული ესეთი სიტუაციები, როდესაც ადამიანი არასწორ ეგრეგორებთან, მოდი ასე ვთქვათ, არასწორ პროფესიული მიმართულებით არასწორი ეგრეგორები აქვს არჩეული, არასწორი მიმართულებებითაც იღებს, მიმართულებებში მუშაობის შედეგად იღებს თანხას და ზოგადად ასეთი თანხა მარტივ ენაზე რო აგიხსნათ, როდესაც მუშაობ იქ, სადაც ძალიან არ მოგწონს, რასაც აკეთებ და სადაც ძალიან ცუდად გრძნობ თავს ყოველი გათენებული დღე და დაღამებული ღამე და ეს რუტინა არის აბსოლუტური ყოველ ჯერზე პატარა დეპრესია, ხო? შესაძლოა საკმაოდ დიდიც კი. რა თქმა უნდა, იქ აღებული ფინანსური ენერგია და ფინანსური რესურსი ყოველთვის ესე ავტომატურად ნახევდება. არა მისი რაოდენობა, ხო? თვითონ უშუალოდ ხელფასის, მოდი ასე ვთქვათ, აი მაშინ არის გაუთავებელი ვალები, გაუთავებელი კრიზისები, გაუთავებელი მუხრუჭები მუდმივად ფინანსებში, გაუთავებელი ხარჯები, ხო, რომლებიც არ ქონდათ გათვალისწინებული. ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი არის ის, როდესაც ადამიანი არასაყვარელ საქმეს აკეთებს და უბედურია ამ ყველაფერში. ხო, აი თქვენ არ ხართ ასე მიხვდით, ხო, ყოველ შემთხვევაში ცდილობთ რომ დაინახოთ, შეიძლება მთლად თქვენი საყვარელი პროფესიის ირგვლივ არ ხართ, ხო, ათასობით ადამიანი უყურებს საჯარო გაშლას, მაგრამ შიგნით ტოქსიკურად არ ხართ, მიხვდით, ხო, მომწამლელი არ არის თქვენთვის ეს ყველაფერი.
ნორმალურად კომუნიცირებთ ფინანსურ ენერგიასთან, გულისხმობ დიდი მასშტაბები არ არის აქ, მაგრამ მაჩვენებს, რომ ძალიან სწორად და ძალიან გრამატულად დგამთ თქვენს ნაბიჯებს, ხომ? პატარ-პატარას, მაგრამ საკმაოდ კარგს და წარმატებულს მე ასე ვიტყოდი და აქ არის ადამიანი, რომელსაც უკვე აქვს გარკვეული გამოცდილება თუ როგორ უნდა კონდეს ურთიერთობა ფინანსებთან სწორად. ესე რომ პირველი ვარიანტი მე აქ მოსალოდნელ ესეთი პატარ-პატარა კარგ პერსპექტივებს ვხედავ ნამდვილად, რაც გამოიხატება იმაში, რომ თქვენ საკმაოდ სწორი მიმართულებით ჩადებთ თქვენს ფინანსურ ინვესტიციას. სწორი მიმართულებით გაუშვებთ თქვენს ფინანსებს, რაც რა თქმა უნდა ყოველთვის, როდესაც ფინანსებს ეძლევა სწორი მიმართულება, თქვენთვის სწორი მიმართულება, ეს არის ძალიან კარგი შედეგის ასე იგი მომასწავებელი. ასე რომ პირველი ვარიანტი ძალიან კარგია და მშვიდობებით ფინანსური არხი ნორმალურად, ჰარმონიულად გიმუშაობთ. მეორე ვარიანტი ეს არის უკვე ამათვის და მოდით ვნახოთ რა მდგომარეობაში არის თქვენი ფინანსური არხი, როგორ მუშაობს. იეროფანტი, თქვენი ფინანსური არხი, მე ასე ვიტყოდი, რომ მუშაობს ძალიან კარგად. პირველ რიგში ის, რომ იგრძნობა თქვენში ძალიან დიდი სიტყვის ძალა, თქვენში იგრძნობა ესეთი ძალიან დიდი ძლიერი ლიდერული თვისებები, თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ან ასწავლით, არ არის გამორიცხული, ან იმდენად პროფესიონალ ადამიანს ვხედავ თავის საქმეში და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ვინ ბრძანდებით პროფესიით, რომ თქვენ ადამიანები გისმენენ, თქვენ ადამიანები შემოყურებენ, თქვენგან ადამიანები სწავლობენ, თქვენ ადამიანები გაკვირდებიან, თქვენ ადამიანები თქვენში გრძნობენ აი იმ განსაკუთრებულ ენერგეტიკას, რომელიც სხვას არავის არ აქვს, ხომ? ფინანსური არხი როგორ გიმუშავებთ და ნახეთ, ძალიან ბევრი არის თქვენზე დამოკიდებული. მეორე ვარიანტი. ძალიან ბევრი. თქვენ შეგიძლიათ იყოთ მდიდარი ადამიანი პირდაპირ გეუბნებით. აქ არის მთავარი იმაში, თუ რამდენად გექნებათ мотиваცია, რომ უფრო მეტად ფართო მასშტაბებზე გახვიდეთ, უფრო მეტი შეიმეცნოთ, იმიტომ რომ თითოეული თქვენი შემეცნება, ანუ თითოეული თქვენი გახსნილი კარი ლაბირინთის, ეს არის კიდევ ერთი პლუს ხარისხში აყვანილი თქვენი ფინანსური ენერგია და აქ არა მხოლოდ ფინანსური ენერგიაზეა საუბარი, აქ ასევე არ უნდა გაგვაუძლეს, რომ თქვენი ფინანსური ენერგია პირდაპირ კავშირშია თქვენს სულიერ მდგომარეობასთან, სულიერ სიმტკიცესთან და არავითარ შემთხვევაში არ გადაუხვიოთ იმ აზრს და იმ იდეას, რომელსაც ემსახურებით, ან რომელსაც გინდათ რომ ემსახურებოდეთ, ხო? იმიტომ რომ თქვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თქვენ უნდა აკეთოთ ის, რაც ძალიან გიყვართ, რაც ძალიან გინდათ და ეს აუცილებლად მოგიტანთ იმ ფინანსურ შედეგს და ფინანსურ ენერგიას, რომელიც გინდათ რომ გქონდეთ. მეხუთე უფროსი არკანი ამოვიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის კარმული არკანი უპირველეს ყოვლისა და უფრო მეტ გრძელვადებს ეგეთყვით, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც უფულოდ არასდროს არ იჯდება და უფრო მეტიც. თუ მოინდომებთ იმას, რომ გაიაროთ გარკვეული კურსები, უფრო მეტად გაძლიერდეთ თქვენს პროფესიულ საქმიანობაში, არ დაინანოთ, იმიტომ რომ დრო მოვა და მერე უკვე თქვენ ასწავლით და თქვენ გაათვითცნობიერებთ. შესაძლებელია ახლა უკვე ასწავლიდეთ, მაგრამ მომავალში ვამბობ, თქვენი მასშტაბები გაიზრდება. ახლა არის მთავარი ის, რომ შეიქმნათ ის სულიერი საკვების მდგომარეობა, თქვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მიიღოთ თქვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია. აი, თუ მაგალითად ახლა არასაყვარელ სამუშაოზე მუშაობთ, გააკეთეთ რაღაცა ისეთი, რაც ასევე პარალელურად გიყვართ, რომ ანუ თქვენი ჰობია, თქვენი სულის საკვებია. წაიკითხეთ ის ლიტერატურა, გაეცანით იმ ინფორმაციას, რომელიც თქვენ ძალიან გსიამოვნებთ და ერთიორად ამაღლებს თქვენს ენერგეტიკას, ცნობიერს და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეს გითვლებათ ეკვივალენტი ფინანსურ ენერგიას.
ენერგიათ რა პირდაპირ გეუბნებით, მაგრამ მე აქ ვუყურებ ადამიანს, რომელიც აუცილებლად იქნება ან მასწავლებელი, წინამძღოლი, მენტორი, ანუ ადამიანი, რომელიც ასწავლის, ასე რომ მეორე ვარიანტი აქ ფინანსური ენერგიასთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს და მესამე ვარიანტი მწვანე ავანტურინი. ვნახოთ თქვენი ფინანსური ენერგია როგორ მუშაობს ახლა. ხო, აი ათიანების ხმლები. ყოველთვის ესეთ რაღაცას ველოდები ხოლმე, როდესაც მით უმეტეს არკანების ზედიზედ კარგ ამბებს გვიამბობს. თქვენი ფინანსური ენერგია ახლა, რა თქმა უნდა, არ არის კარგ მდგომარეობაში, მაგრამ კარგ მდგომარეობაში გულისხმობ იმას, რომ ან ძალიან დიდი გასავალი, ძალიან დიდი სტრესი, ძალიან დიდი დანაკარგი შესაძლებელია ფინანსური გქონდათ ახლო წარსულში, მაგრამ ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ეს დანაკარგი და ეს მაინტერესებს საიდან მოდის ეს თქვენი ცხრიანების, ათიანების ხმლები, თასების დედოფალი და სამიანების ხმლები. ძალიან გთხოვთ მესამე ვარიანტი, რომ სწორად არჩიოთ თქვენს გვერდით ადამიანები. იმიტომ რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც არ გამოურიცხავ იმას, რომ ვიღაცას მიეცით თანხა ვალად და აღარ გიბრუნებთ. იმიტომ რომ თქვენ ხართ ძალიან ემპათიური, ძალიან გრძნობიარე ადამიანი, რომელიც ყოველთვის მზად არის, რომ დაეხმაროს, ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია, ყველას ხელი გაუწოდოს, დედა ტერეზობა დაამთავრეთ რა, ეს ძალიან ინდივიდუალური ინფორმაცია არის პირდაპირ ტყვია-ტყვიაში, როგორც იტყვიან. დაასრულეთ დედა ტერეზობა და ნუ იყიდით ნუ რავის, ნურც სიყვარულს, ნურც პატივისცემას და დაანებეთ მამაჩკობას თავი. ესა კიდე ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ როგორც თუ მაგალითად ადამიანი გაფასებთ მხოლოდ ფინანსური კრიტერიუმით და მაშინ არ გკითხულობთ, როდესაც თქვენგან რაღაცა არ სჭირდება და საბოლოო ჯამში ან რაღაცას გესესხებათ, ან რაღაცას წაგლეჭთ, მერე თქვენ თვითონვე თქვენს თავს ფინანსურად თქვენვე ვნებთ, ხო? ეს არის იცით როგორი ინფორმაცია, მეგობრებო, მესამე ვარიანტი, რომ აი უბრალოდ შეცდომაც კი არ არსებობს, ცდომილებაც კი, ხო? შეცდომაში რას გულისხმობ? ინფორმაციულად ძალიან გასაგებია თქვენი ის, ხო? შეიძლება სხვა ვარიანტებში კიდე ცოტა ის იყოს, ხვდებით, ხო? მაინც ინდივიდუალური არის ინფორმაცია, ყველა თავისებურად აღიქვამს, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ, რომ საჯარო გაშლა როგორ შეიძლება 10-10-ში ემთხოვდეს, ხო? აი თქვენი სიტუაცია არის ზუსტად 10-10-ში გასაგები ჩემთვის, ხო? სხვა ვარიანტებიც, მაგრამ თქვენთან ნამდვილად გასაგებია. არ არის ეს ზოგადი ინფორმაცია მთლიანობაში რა, არ არის. კი ვამბობ, რომ ძალიან ინდივიდუალურ ადამიანებს ეხება, მაგრამ უმეტესწილად აქ ხართ ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ აფასებთ თქვენს ფინანსურ ენერგიას, გასცემთ პარაზიტებზე და მერე იმიტომ რომ ან თავი არ გიყვართ, ან თვით შეფასება არ არის სათანადო და თუ თქვენ არ ეცით თქვენს ფინანსებს პატივი, სხვა რატოს ცემს, ხომ? ხვდებით ხო რისი თქმა მინდა? არავითარ შემთხვევაში ადამიანები ყოველთვის გრძნობენ, პარაზიტები ყოველთვის გრძნობენ, ნარცისები, აბიუზერები, ფსიქოპატები ყოველთვის გრძნობენ, აი ეს ადამიანები, ლარვა ადამიანები ყოველთვის გრძნობენ, რომ თქვენ გაქვთ გარკვეული სიყვარულის, ემპათიის რაღაცების ნაკლებობას განიცდით, ხვდებით ხო? და ასეთი ადამიანები ყოველთვის ილუზორულად ვითომ არიან თქვენი მეგობრები, საყვარელი ადამიანები და ასე შემდეგ და უცბად ბაც და აღმოჩნდება, რომ იცი რა, მოდი ჯერ იმ კაცს დავატირებ, კაცო ჩემი პირდაპირობისთვის ქალს რო ფინანსურ არხზე დააჯდება, ასეთ კაცს არასოდეს არ ეღირსება ფინანსური კეთილდღეობა, არა იმიტომ რომ ნინოზის აქ ძალიან ბოროტი და კაცებს სწევლის არა. არავით იმიტომ რომ კაცი არის გამცემი ენერგია ყოველთვის და ქალი არის მიმღები ენერგია. ქალი აორმაგებს. ქალს რასაც მისცემ, ის გაგიორმაგებს. ეს იქნება ფინანსები, გაგიორმაგებს სიყვარულს, გაგიორმაგებს. მე ხავ საუბრობ ქალურ ჯანსაღ ენერგიებზე, რომ ადეკვატურ ენერგოინფორმაციულ მოძრაობაზე, რომელიც ქალში დევს, ხო? ტუტუცებზე არ მაქვს საუბარი. ხვდებით ხო? თორე ისეთი ქალებიც არიან, კი არ გაგიორმაგებს, წაგიყვანს მინუსებში და ორ ქვას დაგაჭერნებს ხელში აგურს და ისე ჩქარიტაშით თავში ირტყავ ადამიანი, მაგრამ არა, მე მაქვს საუბარი იმაზე, რომ თქვენ აქ ძალიან ბევრს გასცემთ, ემოციასაც, ფინანსებსაც, არასწორ ადამიანებს მიხვდით ხო და შესაბამისად, მე გტკივად გული, ეს არის 10-დან 10-ში ინფორმაცია, ასე რომ თქვენი ფინანსური
წინასული არხი, ახლა არის დაზიანებული ტირის და გეხვეწებათ იმას, რომ ძალიან გთხოვ საკუთარ შრომას, დროს და ჯანმრთელობას ეცი პატივი, იმიტომ რომ ასე უბრალოდ შეუძლებელია. დაგემშვიდობებით სამივე ვარიანტს, იმედია ჩემი საჯარო გაშლა თქვენთვის იყო ნაყოფიერი, სასარგებლო და საინტერესო. ჩვენ კი სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს.